გზობს მუშაობას საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგზობს მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებისგან პირადად ისმენს იმ პრობლემების შესახებ რაც მათ აწუხებთ. დღესვე პრეზიდენტი სოფელ ცაიში როზა წყაბელიას საკუთარ სახლში ეწვია, რომელსაც გუშინ პრეზიდენტთან შეხვედრის უფლება არ მისცეს და პირადად მოისმინა ის პრობლემები, რაზეც მას პრეზიდენტთან საუბარი სურდა. მიხეილ სააკაშვილმა როზა წყაბელიასთან საუბრისას თქვა, რომ არავის მისცემს უფლებას, რომ მასსა და გაჭირვებულ ადამიანებს შორის ჩადგეს. საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგზობს. მიხეილ სააკაშვილი დღეს ამეგრელოს და იმერეთის სოფლებში, ფარცხანაყანებში და გეგუთში იმყოფებოდა. პრეზიდენტმა სოფლებში არსებული პრობლემები ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა. მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას მოსახლეობას იმ სოციალურ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც ხალხისთვის და მთავრობისთვის მნიშვნელოვანია. მოსახლეობასთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება პენსიებზე და 1000 ლარიან ვაუჩერზე გამახვილა. პრეზიდენტი სამეგრელოში სოფელ დარჩელშიც იმყოფებოდა. ის ადგილობრივებს გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა. დარჩელის მოსახლეობამ პრეზიდენტთან მოსავალთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. საფუარი მაგერტი პატარა შემოსავალი გვაქვს ჩვენ. ოჯახში გვაქვს 1-300 კილომდე ეს დაფნა და გვაქვს თხილი პატარა შემოსავალი. ეს ამის რეალური ფასი ვიცოდი. აგერ სოფლის მეურნეობის მინისტრი. ოჯახ დადიან. ეს ჩვენი კაცია ეს. სოფლის ბაზარს დამოკიდებული მერყეობს. ჩვენ პირდაპირ უკრაინელები არიან ჩამოსული. შესყიდვის ერთი პუნქტი არ შეიძლება გავუკეთოთ. ჩვენ ამ დღეებში ვაპირებთ რომ გავაკეთოთ. ხოდა დროზე დააკეთეთ ეხლა არის მოსული. გავათქვეს, კარგით, პრეზიდენტი სოფელ ცაიშიც იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი გუშინ მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალებულ როზა წყაბელიას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მას სახლში ეწვია და პირადად მოისმინა ის პრობლემები, რომლებზეც საუბარი როზა წყაბელიას პრეზიდენტთან შეხვედრისას სურდა. მიხეილ სააკაშვილმა წყაბელიების ოჯახს განუმარტა, რომ დამნაშავეები დაჟილები არიან და ხალხსა და მას შორის ჩადგომის უფლებას არავის მისცემს. პრეზიდენტმა წყაბელიას ოჯახს დახმარება აღუთქვა. რა შემაწუხეთ თავადრო რომ გავიგეთ თქვენი ამბავი ეგრე გადაწყვი და გამოსვით. მადლობის სათქმელად რომ მივწიოდი დამკოჭეს გამაობეჭურეს. ვიცი და დაისაჯენ კიდევ ძალიან მკაცრად. როგორ ახლა თქვი? ჩემი შვილებია. მე ვიყავი ყოველთვის ვარ და ვიქნები გაჭირვებულების დამცველი საქართველოში. და ვინ ჩადგება ჩემსა და გაჭირვებულ ადამიანს შორის, რომელიც მოსულია იმისათვის, რომ მითხრას თავის გაჭირობა და იმ თქვენმა თანასოფლელებმა ერთმაურმა, რომელიც მოგაყენეთ შეურაცხყოფა, უკვე დიდი ხანია პასუხი ვაგებია დილიდან გაცეს შესაბამისი განკარგულებები და ეს იქნება გაკვეთილი ყველასათვის, ვინ ჩადგება ჩემსა და იმ ადამიანს შორის, რომელსაც უჭირს რაღაცის თქმა უნდა მოვიდას მის მიერ არჩეულ პრეზიდენტთან და ვიღაცა უნდა ჩადგეს შუაში და გაწვიოს ეს გვერდზე. მე ვარ ძალიან გაბრაზებული მაგაც. მაგრამ იცოდეთ, რომ ასევე გაკვეთილი იყო ყველასათვის. გახსოვს ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენ რომ მოგწერეთ წერილი ბავშვის გულისთვის და თქვენ გადამირიცხეთ კომპიუტერისფრი, ეს არის 2 წლის უკან, მე თქვენი მადლიერი ვიყავი. ეხლა რო იცოდეთ 1000 ლარიანი ვაუჩერი და ეს ოჯახს გამოადგება იმისათვის ზუსტად რომ გადასახადები გადაიხადოთ, წამლები დამატებით იყიდოთ და კიდე ეხლა დაზღვევა გეზდება წამლების რაოდენობა, ასე რომ წამლების პრობლემა აღარ გექნებათ. და რაც შეეხება თქვენ შვილიშვილს მივხედავთ, მე უბრალოდ იმის სათქმელად მოვედი ხალხო როზა რომ ძალიან გამობრაზეს გუშინ, იმიტომ რომ თქვენ გაგაბრაზეს, მაგრამ მე ვიყავი ასევე შეურაცხყოფილი თქვენთან ერთად, იმიტომ რომ არასოდეს თქვენ თვითონ თქვით, თქვენ წერილებზე პასუხის გავეცეთ და ვერასოდეს ვერავინ ვერ უნდა გაბედოს, რომ ჩემსა და ადამიანს შორის რომელსაც უჭირს და რომელსაც ჭირდება ყველაზე მეტად ქვეყნის დახმარება, ვიღაცა სოფლელიან ნებისმიერ რა ვიცი სამსახური ჩადგეს. ყოველთვის მიდგას მეახავი თავება, მაგრამ აწმულებს ძალაშავე, ასე რომ ხეთურად რომ ხო და ეხლა ის ვინც მოგექცათ ცუდად. ეხლა თვითონ არის ზის ციხეში. და ასე რომ ეს იქნება ყველასთვის ჭკუის სასწაებელი, იმიტომ რომ ყველაზე მეტად თქვენისთან ადამიანებს უნდა მოუფრთხილოთ და ყველაზე მეტად თქვენისთან ადამიანს უნდა მოეფეროთ და ყველაზე მეტად როგორც აკეთებენ ხოლმე, მაგრამ ეხლა მე გუში უბრალოდ აღშფოთებისგან აი დილიდან უბრალოდ სხვა არაფერზე არ შემიძლია ფიქრი. მოკლედ დამნაშავეები დაისაჯენ. თქვენ როგორც გეხმარებოდით აქამდე მეტად დაგეხმარებით კიდევ, იმიტომ რომ ნამდვილად მეთვალყურების ქვეშ არ დაგეთ თქვენისთან ოჯახები ჩვენთვის არის მთავარი ზრუნვის საგანი ქალბატონოზე. და მართლა ტრაგედია, რასაც უყურებთ თქვენ ბავშვების გაჭირვებას, მაგრამ არ დაგტოვებთ გაჭირვებაში. და არ დავტოვებთ არც ერთ ოჯახს საქართველოში, ჩემი მთავრობა და მე ვარ ყველაზე მთავარი დამცველი გაჭირვებულების. და ვართ და ვიქნებით, ვინც რა უნდა ილაპარაკოს. და ვერავინ ჩემსა და გაჭირვებულებს შორის ვერ ჩადგება შუაში. ეს ყველამ კარგად დაიმახსოვრა.
მადლობ შენ. შენ მოკლაში ხარ? აი ეს არის. მეცხრე? აკარი. მეცხრე დაამთავრე? არ გინდა ტექნიკუმში ისწავლო? მე მგონი ტექნიკუმში რო ისწავლო ჯობია. კომპიუტერს გამოგიგზავნით და გაგიშვებთ ინფორმატიკას ტექნიკუმში. ბოჭი. არ ინერვიულობ ყველაფერი. გუშინ განერვიულეს, მაგრამ აწიფებდებით რომ ვერავინ ვეღარ გაბედავს ესეთ რაღაცას. და როგორც აქამდე გიყურებდით, მოგხედავთ ასევე. არ ინერვიულობ. არ ინერვიულობ. ეს თქვენი ყანა? ჩემი თვალი დანახული სხვა არის. და ეხლა დაგეხმარებით სხვანაირად. ხო ხედავთ სიმართლე მაინც გაიგვა და სამწუხაროდ მოვიცას ყველას ყველაფერი მიეძღვება. თქვენ როგორ უნდა მოიშვით, თქვენ ყველაზე მეტად თქვენ გჭირდებათ დახმარება, რაზე ალაპარაკი. აი წი ყველას ისწავლო შუა. აი ეს ბიჭი დადგება მაგარი ბიჭი. ეს წავიყვანთ ამას გვასწავლით და დადგება მაგარი ბიჭი. ასე რომ ანერვიულობ. ესე უნდა კომპიუტერს ისწავლეთ და პროფესიას. ამას უნდა სწავლა, მაგრამ ვასწავლეთ ეს. თუ უნდა თავარი გინდოდეს და თამჩ ყველაფერი იქნება. აბათ ფერს. არ მეკონა შენთან ასე ახლო რომ მივიდოდი და ცოტა გელაპარაკებოდი, ოცნებობდი ამაზე, ნეტარი პრეზიდენტად ჩემი გაჭირება მას ხევია. მე მართლა დავდივარ და ყველაფერი ხალხისგან რომ ასეთ გაჭირებულ ხალხს უძგებით გვერდზე. მოკლედ მარტო თქვენ კი არა, ყველა ოჯახს ვინც თქვენთან მდგომარეობაშია, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავეხმაროთ და ასე გავაგზავნოთ ბევრად მეც. იმიტომ არის ეს ვაუჩერი მომავალი წლიდან 1000 ლარიანი, იმიტომ არის სხვა დახმარება რომელიც ჩავდეთ ახლა ბიუჯეტში, რომ არც ესეთი აი ეს სხვადასხვა გარემოებების გამო ავად გახდა ვიღაცა, მიწა არის პატარა, რაღაც პრობლემები შეიქმნა, რომ არ მიგატოვოთ გასაჭირში. და შენ ისწავლე. შენ თავხდებით რომ ისწავლე კომპიუტერს, კი? ავას ჩათვალე რომ სექტემბრიდან აგვისტოს ბოლოდან იწყებს სწავლას. როცა წაბელიას სახლიდან გამოსულ პრეზიდენტს ადგილობრივები დახვდნენ, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს. მოვალ ახლა გაგუბრაზეს ყველი მეზობელი გუშინ და მეცეა რომ ნახე გავგიჟე ეს ამბავი რომ გავიგეთ და მოვედი დავხედე და მართლა უბედურდა შეარია. აი გასი მაგარი მოულით კარგი. დაო პატარა მოდით აქ მოდით. როგორ აი გუშინ თქვენი მეზობელსაც ყენდებს გავიგე და მოვედი და დავხედე პირდაპირ ზემოთ. დიდი მადლობა. ჩვენც მოხედავთ ასე და მადლობს მეზობლებს რომ გივლიან იმიტომ რომ ჩვენაც შეგვიძლია აქამდე ვეხმარებოდით კაპიტალოზეს და ეხლა მეტად დავეხმარებთ. სოფელ ცაიში გუშინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები ბაკურ მალიშავა და გია გუგუჩია სამართალდამცავება დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავებულებს, რომლებმაც როზა წაბელიას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ადგილობრივმა სასამართლომ 15დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ინციდენტი ცაიში პრეზიდენტის ჩასვლამდე მოხდა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელებში და ინტერნეტში გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურიდან გაათავისუფლა ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსი გელა ნარუშვილი, რომელიც ცაიში მომხდარ ფაქტს შეესწრო, თუმცა მასზე დაკისრებული მოვალეობა არ გაითვალისწინა და ინციდენტის აღკვეთა არ მოახდინა.